ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალის პირველი მარტამდე შემოექნება მნიშვნელობა არის უაღრესად დიდი ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა ჩვენ საქართველოს მთავრობამ განიხილა ევროკავშირის თხოვნა, რომ საქართველოს შეერაღებული ძალები ჩაერთოს ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვიმსჯელეთ და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ჩაერთვება ამ პროცესში. ეს არის ჰუმანიტარული მისია, ეს არის მორალურად გამართლებული მისია, ეს არის მისია, რომელიც ასევე ევროკავშირი ახორციელებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად. დეტალებზე განხორციელდება უკვე მოლაპარაკებები ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან. დაახლოებით 6 თვიანი იქნება მისია, რომელიც დაიწყება მაისში და სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეერაღებული ძალების ასეული. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეერაღებული ძალები საკუთარი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან საბრძოლო მზადყოფნით, გამოირჩევიან თავსებადობით უკვე ნატოს ქვეყნებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე ეს მისია დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც სხვა მისიებიც იქნება ჩვენი შეერაღებული ძალებისთვის წარმატებული და წარმატებით შეასრულებენ ამოცანებს და დაუბრუნდებიან ქვეყანას. დეტალები, კონკრეტიკა უკვე უახლოეს რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი.